მოგესალმებით ჩვენო გამომწერებო, მაყურებლებო, ყველას. დღეს არის დეკემბრის ბოლო, რიცხვები, ახალ წლებამდე უკვე რამოდენიმე დღე არის დარჩენილი, საკმაოდ ცივა გარეთ, ამიტომ დღეს შემოგთავაზებთ ცოტა განსხვავებულ ვიდეოს. აგერ ჩვენი ოპერატორის თხოვნით არის ეს ვიდეო რა. დღეს შემოგთავაზებთ ტოპ 5 მანქანას, ახალგაზრდულს და გასართობს რა. $5,000 ფარგლებში. რა შეიძლება რომ შეიძინოს ახალგაზრდა ადამიანმა, რომლითაც შეძლებს გართობას და რაღაც სიამოვნების მიღებას, ისე რომ არ დაიტანჯება რა. ამისთვის რამოდენიმე პირობას უნდა აკმაყოფილებდეს ეს მანქანა. უნდა იყოს უკანაწამყვანი, რომ გვერდულად სიარულით შეძლოს მანქანამ და ასე თუ ისე სწორზეც სწრაფი იყოს, ან შეეძლოს რაღაც გარკვეულ დაბალ ბიუჯეტში ამ მანქანის აჩქარება, ანუ პოტენციალი რომ მქონდეს. ესე იგი, ეს არის ჩვენი სუბიექტური აზრი, ცოტა შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი, მაგრამ ყველამ შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში თქვენი ხუთეული. რა შეიძლება შეიძინოს ადამიანმა, ახალგაზრდა ბიჭმა ან გოგომ, რა ვიცი, $5,000 ფარგლებში. ესე იგი, დავიწყოთ. მეხუთე ადგილი Toyota Altezza RS-ი და რატო Toyota Altezza? ბევრს შეიძლება გაეცინოს, იმიტომ რომ არ არის ჩქარი მანქანა რეალურად, თუმცა მოყვება ბლოკირება ქარხნულად RS, არის მექანიკური გადაცემათა კოლოფით, ვიზუალურად არის საკმაოდ ნორმალური, ლამაზი და არის საკმაოდ გამძლე. Toyota და Lexus-ი მოგეხსენებათ გამძლეობის მხრივ, თამით უმეტეს ძველ მოდელებში. თუ მარჯვენა რულიანი გიქნით დისკომფორტს და ვერეგუებით, შეგიძლიათ ამერიკული ვერსია იყიდოთ, Lexus-ი IS-ი, რომელშიც 6 ცილინდრიანი ძრავი დევს, 3-დან 0, სხვათა შორის 2 JZ-ი დევს ოღონდ ტურბინის გარეშე. ცხენებს რაც შეეხება Altezza-ს, ცხენებით არ გამოირჩევა და არც თორქით ეს მანქანა, 210 ცხენის ძალა აქვს, მაგრამ სავსებით საკმარისი არის დამწყები მძღოლისთვის, ახალგაზრდა ბიჭისთვის, იქ დონატები გააკეთოს, რვიანები, ტრეკზე შევიდეს, ისწავლოს რაღაცეები, სრიალი, გვერდულად სიარული. რავი, საკმაოდ ნორმალური მანქანაა და დიდი პოპულარობითაც სარგებლობდა საქართველოში. უბრალოდ, ეხლა ვეღარ შემოიყვანთ მაგ მანქანას, ვერც იაპონურს და ვერც ამერიკულს, იმიტომ რომ ძველი არის, აღარ შემოდის საქართველოში. თუმცა, აი $5,000 ფარგლებში შეგიძლიათ იყიდოთ საკმაოდ კარგ მდგომარეობაში. რაც შეეხება მეოთხე ადგილს. მეოთხე ადგილს ჩემი აზრით საკმაოდ ისეთი მანქანაა, მძლავრი, მაგრამ რამოდენიმე მინუსი აქვს რა. ეს არის W209 Mercedes-ი CLK 5-0 M13 ძრავით. საკმაოდ ისეთი კარგი ძრავი არის, გამომდგარი ძრავი არის საქართველოში, ბევრი სვაპავს კიდევაც მაგ ძრავს. საკმაოდ ნორმალური მანქანა არის, კომფორტულიც არის, თორქიც საკმაოდ აქვს, საკმარისად აქვს თორქი, უკანაწამყვანი არის. უბრალოდ ერთი მინუსი აქვს, ცოტა ტლანქი არის, მოსახვეებში მაინც და მაინც მყარად ვერ დგას რა, მაგრამ მაგის გამოსწორება შეგიძლიათ მარტივად დაკიდების სისტემის შეცვლით. კარუკას რაც შეეხება, ძველები გამოდის 5G კოლოფით, 5-იანი და ახლები გამოდის 7G კოლოფით რა, უფრო უკეთესია, თუმცა დიდად ვერ გამოირჩევა სისწრაფით, მაგრამ მაგაშიც წერენ ნასტროიკას და გადართვები საკმაოდ კარგი ხდება მაგის შემდეგ. ამიტომ მეოთხე ადგილი ჩვენ ხუთეულში ერგო CLK 500. რაც შეეხება მესამე ადგილს. მესამე ადგილს იკავებ ჩვენ ხუთეულში E46 320 3-დან 0 ძრავით. ZHP ვერსია შეგიძლიათ იყიდოთ ამ ფაში, მაგრამ 3-დან 0 მოგივათ მაგ ფაში, რომელსაც საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს, ჩვენ არხზე ყავს კიდევაც გადაღებული და მაგრად კეთდება ეგ მანქანები. ბიუჯეტს გააჩნია რა თქმა უნდა. ეგენს გამოდის როგორც კუპეები, ასევე სედანები, შეგიძლიათ იყიდოთ როგორც კუპე, ასევე სედანი. საკმაოდ კარგი მანქანაა, დაბალანსებული მანქანაა, ტრასაზეც კარგად დგას, მოსახვეებშიც კარგად დგას. მართალია ღია ხიდი მოყვება, მაგრამ თავის საქმეს აკეთებს. დამწყებთათვის საკმარისია ჩემი აზრით რა და თუ რამ განსაკუთრებული გინდათ, შეგიძლიათ ჩაადუღოთ ხიდი და ისრიალოთ როგორც გინდათ. შეხვიდეთ ტრეკზე და არ დაგწყვიტოთ გულზე. ეგეც შეგიძლიათ
გააკეთოთ, დაატუნინგოთ და საკმაოდ კარგი მანქანა არის, ჩემი აზრით, $5000 ფარგლებში. რაც შეეხება მეორე ადგილს. მეორე ადგილს იკავებს ჩვენ ხუთეულში, შეიძლება სუბიექტური ვარ, მაგრამ G35. იაპონური ვერსია Skyline 350 GT იგივეა რა, ამერიკული G35, იაპონური 350 რა, რულშია სხვაობა და რაღაც ცირე დეტალებში. ეხლა რატოა ავხსნათ 1-2 სიტყვით ეს მანქანა ღირსი ამ ხუთეულში იყოს მეორე ადგილზე. სტანდარტულად 280-დან 299-მდე აქვს ქარხნულად. ასევე გამოდის მექანიკები, ეს მანქანები, შეგვიძლია ვიყიდოთ როგორც მექანიკური კოლოფით, ასევე ავტომატური კოლოფით. მოყვება ბლოკირებული ხიდი ქარხნულად, რაც ამ ფასის მანქანისთვის დამეთანხმებით, რომ არც ისე ხშირია. ან თუ არ მოყვება, უმეტეს კომპლექტაციას მოყვება ხოლმე, მაგრამ ზოგიერთ კომპლექტაციას არ მოყვება. შეგიძლიათ იყიდოთ საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასად და დააყენოთ. ასევე Brembo სამუხრუჭე სისტემაც მოყვება ქარხნულად მექანიკებს. ეგეც საკმაოდ კარგი ოფცია არის. კომფორტითაც ასე თუ ისე ნორმალურია, ვიზუალურადაც მე მომწონს პირადად, რავი, აკმაყოფილებს ყველანაირ კრიტერიუმს, რომ ახალგაზრდა ადამიანს ყავდეს G35. როგორც რეალის მხრივად, ასევე, რა ვიცი, შეგიძლია იგაზაოთ კიდევაც და გაერთოთ რა ერთი სიტყვით. საკმაოდ ისეთი კაი გასართობი მანქანაა და არც ისე ხშირად არ ფუჭდება სწორი მოვლის და სწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში. რაც შეეხება პირველ ადგილს, ბევრისთვის მოულოდნელი და შეიძლება გაგიკვირდეთ კიდეც, მაგრამ მე პირადად ვფიქრობ, რომ ამ ფინანსებში, ამ თანხაში ამაზე უფრო ჩქარს და ამაზე უფრო დიდ პოტენციალის მქონე მანქანას ჩემი აზრით ვერ იყიდით საქართველოში. ეს არის Mercedes-ი W203 C32 AMG, M112 ძრავით, რომელიც საკმაოდ გამძლე ძრავი არის. ქარხნულად გამოიმუშავებს 354 ცხენის ძალას და ნიუტონ-მეტრით საკმაოდ აქ 450 თუ არ ვსდები, რაც სავსებით საკმარისი არის გასართობად რა. მართალია ის Mercedes-ებს ბლოკირებული ხიდები ცოტა იშვიათად აქვთ ხოლმე, მაგრამ მაგის ვიდეოები შეგიძლია ნახოთ, აქაც ამოვანათებთ. შეუძლია სრიალის დონატების ბურნაუთების შეგიძლიათ დაადუღოთ, დაწვათ საბურავები. და სხვათა შორის მარტივი ჩარევით ცხენის ძალებს უმატებთ საკმაოდ რა. 100 ცხენის ძალა შეგიძლია დაუმატოთ და რავი 200 და 300 თორქიც კი მინიმალური ბიუჯეტით რა. იქ შკივს შეცვლით და პატარავებს შკივს, გაგილებას გაუმჯობესებთ, გამშვებს გააკეთებთ, პომპას დააყენებთ უფრო ძლიერს და მანქანა ხდება აბსოლუტურად ცოფიანი, ესე რო ვთქვათ რა. ტყუილა არ შეარქვეს მანქანებს M3-ის მკვლელი, იმიტომ რომ პატარა ხელის ჩარევებით E46 M3-ებს თავის კონკურენტებს მაგრად ასწრებდა. ქარხნულზე რა თქმა უნდა M3 ჯობდა, ტრეკზეც უკეთესად არის, თუმცა M3 ისეთი ფასი ღირს, რომ ერთი M3-ის ფასში 5-4 C32 მოგივათ. ამიტომ აქ უპირატესობა ენიჭება ბიუჯეტს. მოკლედ ეს იყო ჩვენი ხუთეული, ტოპ 5 მანქანა ბიუჯეტური, ცოტა სპორტულიც რო იყოს და ასე ოჯახისთვისაც გამოსადეგი რა. აი ყველა თითოეულ მათგანს ოჯახისთვისაც გამოვიყენებთ უპრობლემოდ და ყოველდღიური გადაასაადგილებლად. ხო, შეიძლება ახლა ვიღაცებმა თქვან, რომ აი მე $1000 დავამატებ და იმას ვიყიდი, იმ ფასში ამას ვიყიდი. გასაგებია კი, იქ დაამატ $6000-ში, $7000-ში, $8000-ში უკვე სხვა მანქანას შეიძენთ, მაგრამ აი ამ კონკრეტულ მოცემულობაში, ამ კონკრეტულ თანხაში, ამ ბიუჯეტში, როცა არა გაქვს შემოსავალი ბევრი და გიჭირავს ხელში $5000, ეს არის ჩემი აზრით ყველაზე ნორმალური ხუთეული საქართველოს პირობებში. დაწერეთ კომენტარებში შემდეგ კიდე რომელი ტოპ 5 მანქანა გადავიღოთ, ტოპ 5 ჯიპი, ტოპ 5 წინაწამყვანი, კვადრო, იაპონური, ამერიკული. რა ვიცი, დაწერეთ მოკლედ რომელი ტოპ 5-ის ნახვას ისურვებდით ჩვენ არხზე და გადავიღებთ მაგ ვიდეოსაც. ეს ამ წელს არის ჩვენი ბოლო ვიდეო. ამ ვიდეოთ
ერთმანეთი დაგემშვიდობებით და შევხვდებით უკვე მომავალ წელს 2025-ში უკვე ახალი ვიდეოებით, ბევრი საინტერესო მანქანა გვყავს, რომელიც უნდა გადავიღოთ და შემოგთავაზებთ ძალიან საინტერესო და დაძაბულ ვიდეოებს. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა ახალ წელს, მშვიდობა მისცეს საქართველოს და მშვიდობიან საქართველოში გვეცხოვროს ყველას. აბა დროებით.